ალლაჰის ერთ-ერთი მოწყალებების შორის წმინდა იზადიადი არის ის, რომ ჩვენ მოგვეთხოვება მარტო საბოლოო რეზულტატზე, ჩვენი ნამოქმედ არის. تحلو الحياة شوقا إلى المولى أتيت أسلمت روحي للإله قد زان لي أغلى طريق وهو الشفيع هو الرفيق يا هائما هل تستفيق وترى السعادة والنجاة قد زان لي أغلى طريق وهو الشفيع هو الرفيق يا هائما هل تستفيق وترى السعادة والنجاة მე მქვია ანაულ დვანდონი. მე მიიღე ისლამი 2 წლის წინ. მე 59 წლის ვარ. მე ვარ ხელმძღვანელი პარტიის სახელწოდებით გაერთიანება. ეს პარტია არის აგებული ისლამის პრინციპებზე. მე დავიბადე და გავიზარდე ქალაქ გააგში, ქრისტიანულ ოჯახში. მე 5 ძმა მყავს და მე ვარ ყველაზე უფროსი. ადრე მე ვიყავი პარტიის მონაწილე სახელწოდებით თავისუფლება. ის იყო ანტიისლამური პარტია. ეს იყო იქამდე, სანამ ისლამს მივიღებდი. მაშინ მე თითქმის არაფერი ვიცოდი ისლამზე. ჰოლანდიელი არნაულდ ვან ბორნი მონაწილეობდა ფილმის შექმნაზე სახელწოდებით ფიტნა, სადაც შეურაცხყოფდნენ შუამავალ მოჰამედს მშვიდობა მას დადალოცვა. ის იყო აქტიური მონაწილე პარტიის თავისუფლება, რომელიც გამოდიოდა ისლამის წინააღმდეგ. როგორ მოხდა, რომ ამ ადამიანმა ექსტრემისტული აზრების შემდეგ მიიღო რელიგია ისლამი? სანამ მუსულმანი გავხდებოდი, მე მქონდა სხვა შეხედულებები ისლამზე და ისლამურ საზოგადოებაზე. მე ვთვლიდი, რომ ისლამი იყო ბოლოტების რელიგია. მე ამ მქონდა დრო შემესწავლა ეს რელიგია, რადგან ვიყავი დაკავებული პოლიტიკით. მე გავიზარდე ქრისტიანულ ოჯახში, სადაც ჩვენ მქონდა კეთილი და თბილი ურთიერთობები. მე მადლობას უხდი ჩემ ოჯახს, რომ დისციპლინას მიმაჩვიეს. შენიღებდი მონაწილეობას ფილმში, სადაც შეურაცხყოფდნენ ჩვენ შუამავალ მოჰამედს მშვიდობა მას დადალოცვა. ფილმს მიისცეს არაბული სახელწოდება ფიტნა. ამით გულისხმობდნენ, რომ არაბები და მთლიანად მუსულმანები არიან ფიტნას ხალხი. ჩვენ გვინდოდა გაგვეფრთხილებინა ხალხი ისლამზე. ამ მიზნით იყო შექმნილი ფილმის სახელწოდებით ფიტნა. ეს ფილმი იყო მოკლე, 15 წუთიანი. რა თქმა უნდა, როცა ამ ფილმს ვიღებდით, გამოძრაობდა პოლიტიკური მიზნები. ამით ჩვენ გვინდოდა ბევრი მოგვეზიდა ჩვენ პარტიაში. გვინდოდა, რომ ხალხს საროთვალე დამცველება დასავლურ ლიბერალური ღირებულებების. ამიტომაც ჩვენ შევქმნით ეს ფილმი. სანამ მუსულმანი გავხდებოდი, მე მონაწილეობდი ამ ფილმის გავრცელებაში. ფიტნა გახდა ერთგვარი რეკლამა. და რამდენ დასაკვირი არ უნდა იყოს, ამან მოუტანა დიდი ხეირი ისლამს. იმიტომ, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღო ისლამი ამ რეკლამის წყალობით. რადგან ხალხი მიხვდა, რომ ეს ტყუილი იყო, მათ იცოდნენ ეს მადლობა უზენაეს. ბევრი მათგანი მოვიდა ისლამში. ჩვენ არ მოველოდით, რომ ეს ფილმი გამოიწვევდა ასე ძლიერ რეაქციას. ეს ხომ იყო სამოყვარულო ფილმი. ჩვენ ვიყავით შოკში. მაშინ მე პირველად ჩავფიქრდი, რაც გავაკეთეთ. მე ბევრ წერილებს და შეტყობინებებს ვიღებდი ხალხისგან, რომლებიც გამოხატავდნენ თავის წუხილს. შემჩნეოდა ის, რომ ამ ფილმმა შეურაცხყო ისინი გულის სიღრმემდე. მე მივხვდი, რომ ჩვენ ჩავიდინეთ რაღაც საშინელება. შეურაცხყოფა მივაყენეთ დიდ რიცხოვან ხალხს.
Შეუძლებელია, რომ მილიარდზე მეტი ადამიანი ცდებოდეს. იქნებ ჩვენ შევცდით. როცა მოხედავთ რეაქციებს უბრალო ხალხის ასმედ დავეჭრდით ჩვენ საქციელში. როცა მან დაინახა რამხელა რეაქცია მოყვა ამ ფილმის გამოჩენას, არნაუდმა იგრძნო, რომ დიდი შეცდომა ჩაიდინა. ამიტომ მან გადაწყვიტა წასულიყო მეჩეთში, რომ გაეგო უფრო მეტი ისლამზე. მან აიღო ნათარგმნი ყურანი და შუამავლის ცხოვრება. მშვიდობა მას დადალოცვა. დიდი დრო გავიდა მის შემდეგ, რაც ის შემთან მოვიდა. თქვენ იცით, რომ ის იყო პოლიტიკური პარტიის წევრი, რომელიც იყო ისლამის წინააღმდეგ. მახსოვს, მან მითხრა მე რომ კითხულობდა ყურანს, რადგან მათი პარტიის უფროსი ურიგებდა მათ ყურანს. მაგრამ არნაუდი კითხულობდა ყურანს იმისთვის, რომ ენახა აიათები, რომელსაც შემდეგ გამოიყენებდა ისლამის გასალანძღად. შუამავლის გასალანძღად დალოცოს ალაჰმა და მიესალმოს მას. მაგრამ ალაჰის წყალობით მან დაიწყო აზროვნება იმაზე, რასაც კითხულობდა. ის მოვიდა ჩემთან და დამესაუბრა. მან დამისვა რამოდენიმე შეკითხვა და მე უპასუხე მას. შემდეგ მე მივეცი მას ყურანი და ეს წავიდა. შენს თხოვე იმამს ყურანი, რომ გაიგო ისლამის შესახებ. რა ნახე მასში? ყურანი არის ჩვენთვის ხელმძღვანელობა, ყველაზე მნიშვნელოვანი დედამიწაზე. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სანამ ისლამს მივიღებდი, ჩემი შეხედულებები ისლამზე შეიცვალა. ხალხმა იცის ისლამზე მარტო ის, რასაც ეუბნება საინფორმაციო და პოლიტიკოსები. ადამიანმა თვითონ უნდა შეისწავლოს ისლამი. ყველამ უნდა შეისწავლოს ეს რელიგია. როცა წავიკითხე ყურანი, 100%-ით შევიცვალე შეხედულებები ისლამზე. როცა ვკითხულობ ყურანს, მე ვგრძნობს სითბოს გულში და რამდენსაც ვკითხულობ, კიდევ უფრო მინდა კითხვა. أحسست فيه كأن سطوره فجر وعطر وقد ضم الحياة بدفتيه. შენ კითხულობ ყურანს, მადლობა უზენაეს. მაგრამ მე მინდა ვიცოდე, რომელ აიათმა იმოქმედა შენზე ყველაზე მეტად. მთლიანი ყურანი არის ულამაზეს და კარგი და ჩემთვის ძნელია გამოვყო რომელიმე აიათი. ყველა ყურანის აიათი არის ავსებული სიბრძნით. მაგრამ მოხედავთ ამის აიათებმა, რომლებაც ძალიან იმოქმედეს ჩემზე იყო სურაში თალები. ეს აიათებია 36-დან 40-მდე. ამ აიათებმა მაგნებინა ნამდვილი სიყვარული ისლამის და ყურანის მიმართ. მასში არის ასახული ის ხარისხები, რომლებიც ახლოს არის ჩემთან. ამ აიათებში ნათქვამია, რომ ადამიანმა უნდა ატაროს სიკეთე და რომ უნდა უყვარდეს ჩვენი ირგვლივ მყოფი ხალხი, ჩვენი მშობლები, მეზობლები. უნდა გაუწიოთ დახმარება მგზავრებს. ასევე უნდა გავცეთ მოწყალება ჩვენი ქონებიდან, რომელიც მოგწვა ალლაჰმა, წმინდა არის და დიადი. არ უნდა ვიყოთ ხარბები და არ უნდა მოვატყუოთ ხალხი. ეს აიათი არის სურიდან ქალები. თაყვანიეთ ალლაჰს და არ გაუხადოთ თანაზიარი. კეთილად მოეკეთით მშობლებს, ნათესავებს, ობლებს, ღარიბებს და ასე შემდეგ. ამ აიათში ნათქვამია, როგორ უნდა მოექცენ ერთმანეთს ადამიანები. დიახ, მე ვფიქრობ, მასში არის აღწერილი ადამიანის არსი, რომელიც ავსებულია კეთილი ხარისხებით. ამასთან ერთად, მასში არის ისლამის არსი და ყურანის. ჩვენ უნდა დავანახოთ კეთილი მაგალითის ხვებს. აი რას ვგრძნობდი, როცა ვკითხულობდი ყურანს. أحسست أن سماه غيما إذا رتلت آيات كريمة سماء بل شفاء بل هداية لماذا أنت لم تدرك نعيما ამ აიათებში შეტყობინებაა ჩვენთვის. თაყვანისცემა ალლაჰის წინაშე არ შემოიფარგლება მარტო ლოცვები და მარხვით. მაგრამ ეს სასიკეთო ხარისხებია, რომელიც მოხსენიებული აიათებში. მასში ნათქვამია, თაყვანიეთ ალლაჰს და არ გაუხადოთ თანაზიარი. კეთილად მოეკეთეთ მშობლებს, ნათესავებს, ობლებს, ღარიბებს, მეზობლებს თქვენი ნათესავების რიცხვიდან და მეზობლებს, რომლებიც არ ითვლებიან თქვენ ნათესავებად.
ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს თავმაღლები და თავმომწონენი. ვფიქრობ, ჩემზე ზეგავლენა მოახდინა, რომ გავხდარიყავი მუსულმანი. იმა რაც ამაში წერია, რადგან ეს მე ვიცოდი ადრეც, რადგან მე გაიზარდი ქრისტიანულ ოჯახში, მე ვიცნობდი ისლამის ზოგიერთ ნორმებს, მაგრამ მე ვერ ვგრძნობდი სულიერ კომფორტს. და მე ახლა ვიცი რატომაც. მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ არის მარტო ერთი ღმერთი და მარტო მას უნდა ვცეთ თაყვანი. და არა ხალხს, ან შუამავლებს, ან წმინდანებს. ერთღმერთიანობა არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ისლამში. რამოდენიმე დროის შემდეგ, 3 თვის შემდეგ, მე მოვედი პარასკევ დღეს ქადაგების შემდეგ და დავინახე, როგორ გამოდის ის იმ ოთახიდან. მე შევეკითხე ძმას, რომელიც მასთან ერთად იყო, რა ხდება. მან მითხრა, რომ არნაულმა მიიღო ისლამი. მან წაიღო ყველა ეს წიგნები, რომელიც მე მივეცი, და წაიკითხა ამ პერიოდისას, და ალლაჰმა წმინდა ზადიადი გაუხსნა მას გულ ისლამისთვის. მახსოვს, მე ძალიან გაუცდი, რაც მოხდა. შემიძლია თქვა, რომ ეს იყო რაღაც საოცრება. ადამიანი, რომელიც იყო და რა თქმა უნდა, ჩავთხოვთ ალლაჰს, რომ გაუმაგროს რწმენა. ადამიანი, რომელიც იყო ადრე პარტიაში, რომელიც ემტერებოდა ისლამს, დღეს ის იცავს და ავრცელებს ამ რელიგიას. დავუყევი ჩვენი მომეწე, როცა შემპირველად წარმოთქვი შაჰადა. როდის მოხდა ეს და რამ გაიძულა, რომ მოსულიყავი ზუსტად ამ მეჩეთში? كان المدى أشواك حتى كسه الندى والقلب قد أرضاك يا رب حين اهتدى يا رب حين اهتدى. როდის წარმოთქვი შაჰადა და რამ გაიძულა, რომ მოსულიყავი ზუსტად ამ მეჩეთში? ბევრი წარმოთქვამ შაჰადას დიდი აუდიტორიის წინაშე, ან პარასკევ დღეს. მე წარმოთქვი და მოწვევა ერთღმერთიანობის ერთ მცოდნე ძმასთან ამ მეჩეთში. ერთ-ერთ ოთახში, მეორე სართულზე. ჩვენ ვიყავით ორნი. იმ დროს სანამ ამ სიტყვებს წარმოთქვამდი, თითქმის 1 წელი ვკითხულობდი ისლამზე. მივსწრაფოდი, რომ მეტი ცოდნა მიმეღო. როცა წარმოთქვი შაჰადა, მე დამეუფლა გასაოცარი გრძნობა. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი. მეცხრემლები წარმომივიდა ფიგზენი თავი თბილი საბანის ქვეშ. გეგონება ვიღაცამ ხელი დამადო მხარზე და მითხრა, აი შენ ეხლა გახდი მუსულმანი. ეხლა იყო ეს რეალობა. منزل القرآن نورا على أحمد أحسست باطمئنان بالنور لما ابتدى. თუ ძალიან ძნელი ახსნა ეს გრძნობა, რაც მაშინ გამიცადე. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს ძალიან გულის სამაჩუყებელი სიტუაცია. ჩემ გულს ძალიან თბილო და დასასიამოვნო გრძნობა მქონდა გულში. გეგონება ჩემთან ერთად ვიღაც იმყოფებოდა, და მომკიდა ხელი და მომცა ძალა. გეგონება მამამ მოკიდა შვილს ხელი. მე ვგრძნობდი ძალას, სითბოს. ეს იყო გასაოცარი მომენტი. ამ მომენტიდან მე უნდა ვიხმძღვანელო ისლამით და გავხდე სამაგალითო მუსულმანი. მე მუდმივად მახსოვს ამის შესახებ. მე გავიხსენე ყველაფერი, რასაც გრძნობდი იმაში. كتاب الله للنور اهتديت لي ماض نادما عنه مضيت بكتاب الله للنور اهتديت لي
باب الله ذلا فانحنيت راجيا أن يغفر الذنب العظيم. აი ასე მიიღო ისლამი არნაულდ ვან დორნმა. მან განაგრძო თავის საქმეები პოლიტიკაში, მაგრამ ეხლა უკვე ჭეშმარიტებით ავსებული გულით და ახალი იდეებით, რომელიც დაეხმარება ისლამს და მუსულმანებს. ეს არის ადვილი. ის ხომ იყო მონაწილე რასისტული პარტიის. ის გამოდიოდა მეჩეთის აშენების წინააღმდეგ. მაგალითად, ამის. მახსოვს მან თქვა გასაოცარი სიტყვები. მე გამოდიოდი ამ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა მე ვიმყოფები ამის შიგნით. მახსოვს როგორ გაწირთა მისი სახე მაგ დროს. ის ნამავდა, რასაც აკეთებდა ადრე. კუშნის იყო ისლამის წინააღმდეგ, დღეს კი ის არის ისლამის დამცველი და მიმდევარი. ეს მართლა გასაოცარია. ძმაო არნაულდ, იმის შემდეგ როცა შენ მიიღე ისლამი, განაგრძე პოლიტიკაში მოღვაწეობა და არჩევნებში უნაწილეობის მიღება. მიაღწიეთ თუ არა არჩევნებში წარმატებებს. ისლამის მიღების შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა ალ-ხაულანიმ შევქმნით პარტია ბააქში, რომელსაც ჰქვია ერთიანობა. ის დაფუძნებულია ისლამის პრინციპებზე. ამ ქალაქის ნახევარი მაცხოვრებელი ემიგრანტია, რომლებიდანაც 70% მუსულმანია. ადრე მათ ჰქონდათ თავიანთი პარტია, რომელიც დაეხმარებოდათ მათ ქალაქში. ეხლა ჩვენ დავუკეთეთ ეს შვალიდი. ერთი წელია უკვე ვცდილობთ, რაც შეგვიძლია, რომ მივიხედოთ მუსულმანების უფლებებს ქალაქში. ადრე შემონაწილეობდი ფილმის გავრცელებაში, რომელიც შეუაწყობდა შუამავალ მუჰამედს მშვიდობა და დალოცვამას და მან მოიტანა დიდი მღელვარება. მაგრამ მის მე როცა შენ წაიკითხე შუამავლის ცხოვრება, მშვიდობა მას და დალოცვა, რა იგრძენი? მე აღთოვანებული ვარ ამ ადამიანით. უნდათ მისი დამცირება, მისი ოჯახის წევრებიც კი მტრულად ექცეოდნენ. და ამ დამცირების და მტრული განწყობის მიუხედავად მის მიმართ ის მაინც დარჩა ერთიშობელი, სამართლიანი და მოწყალე ადამიანი. ჩემთვის ის არის მის აბაძი პიროვნება. უდიდესი ადამიანი, მე ვერადროს მივაღწევ მის დონემდე, მაგრამ მე შევეცდები გავყვე მის ცხოვრების შეულ გზას. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი და იგივე, რადგან რა პრობლემებსაც მე შევეჯახე, ახლოსაც არ დგას იმ პრობლემებთან, რომელიც გადაიტანა შუამავალმა მშვიდობა მას და დალოცვა. ხუდაიბიაში მუსულმანები იყვნენ მიახლოებით 1000-მდე. მაგრამ 2 წლის შემდეგ, როცა შუამავალი დაუცა ალლაჰმა და მესამას მას შევიდა მექაში, მუსულმანები უკვე იყვნენ 10,000-ზე მეტნი. რა არის ამის მიზეზი? ის რომ ისლამი ვრცელდება მშვიდობიანი გზით. გესმით? ამ რელიგიას სულად ჭირდება იარაღი და ომები. რადგან მას აქვს ძლიერი მტკიცებულებები სიმართლის. ძლიერი მტკიცებულებები. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად ხალხში. შუამავალის ცხოვრება, მშვიდობა მას და დალოცვა გახდა ერთ-ერთი მიზეზი ისლამის მიღების არნაულდ ვან დორნის. ამიტომ მე შევთავაზე მას ლექციების სერია, რომელიც იქნებოდა მიძღვნილი შუამავლის ცხოვრებაზე, მშვიდობა მას და დალოცვა, ჰოლანდიურ ენაზე. ჩვენ გვინდა რომ ხალხმა შეხედო შუამავლის ცხოვრებას, მშვიდობა მას და დალოცვა. გვინდა რომ ხალხს გქონდეს წარმოდგენები მასზე. თანახმა ხარ შენ რომ მოგვეხმარო ჩვენ. რა თქმა უნდა თანახმა ვარ. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, რაც სჭირდება ჩვენ ახალგაზრდობას. ეს მოგცემს საშუალებას მივაღწიოთ ბევრ მიზნებს. თუ ახალგაზრდები დაიწყებენ შუამავლის ცხოვრების შესწავლას, დალოცვას ალლაჰმა და მესამოსმას და შეეცდებიან რომ გახვენ მის სუნეტს, ისინი უეჭველია ამოშტებიან სწორგზაზე. მათ აქვს შანსი რომ გახდნენ ისლამის ელჩები, რომლებიც გაავრცელებენ ამ რელიგიას მთელ მსოფლიოში. ასეთ შემთხვევაში, თუ ინება ალლაჰმა, მე თქვენ და ჩვენი ძმები საინტ ნუნიდან, რომლებიც სპეციალისტები არიან ყურანის შესწავლაში, ხარს დაუჭერთ პროექტს სახელწოდებით შუამავალ მუჰამედის ცხოვრება, მშვიდობა მას და დალოცვა. ალლაჰმა დაგლოცოთ. გვერდს. ყურანი ხელმძღვანელობაა, ის მიყვება მე ვინ ვარ. ჩემ ცხოვრებაზე,
იყვება იმაზე, როგორ უნდა მოვექცეთ ჩემ თავს, ირგვლივ მყოფებს, საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობ. ყურანი არის სიბრძნე, სიყვარული და განათლება. بعيدا كنت لكن حين جئت بأول وهلة منه اهتديت وأنت عرفته مذ كنت طفلا لماذا قلب بعض الناس ميت لماذا قلب بعض الناس ميت عتابي أمة القرآن حب بكم فالهجر للقرآن ذنب سيشكون الرسول غدا أنرضى غدا ماذا نقول وما نجيب عتابي أمة القرآن حب بكم فالهجر للقرآن ذنب سيشكون الرسول غدا أنرضى